სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა სულიერ ცხოვრებაში დაღვინებული დაბრძენებული ადამიანი ცხოვრებას სწორად და ადეკვატურად ხედავს და თავისი გამოცდილებით უწყის რომ ამ სამყაროში სამოთხე არ არის და ისიც უწყის რომ რადგან სამოთხე იესო ქრისტეა ამიტომ ამ სამყაროშიც სამოთხე იმდენად არის რამდენადაც ჩვენი გული სავსეა ქრისტეთი იმდენად არის სამოთხე ჩვენში რამდენადაც ჩვენ კი აღარა ვართ ცოცხალნი არამედ ჩვენში ცოცხლობს იესო ქრისტე ხოლო დეფიციტი ჭეშმარიტი სიცოცხლისა ჩვენში, ანუ იესო ქრისტესი, ჩვენ ცხოვრებას უფრო მეტად ამძიმებს, ამწარებს. განსასწრებისადმი უფრო მეტად გრძნობიარენი ვართ არასწორად, არაქრისტიანულად. მეორე მხრივ ისიც ვიცით, რომ ადამიანის თავისუფლება და გონიერება ისეთი დიდია, რომ ადამიანი ხშირად მithქვავს თქვენთვის ვერ იტევს ამ ნიჭს. აი ადამიანს თავში რო აუვარდება ხოლმე. აი ადამიანს შეაქებ და თავში აუვარდება. ადამიანი რაღაც წარმატებას მიაღწევს, მიწიერს და თავში აუვარდება. ადამიანი ლამაზი დაიბადება და ეს თავში აუვარდება, გეგონება თავის დამსახურება იყოს. ადამიანმა შეიძლება ახალი ფეხსაცმელი ჩაისვას და ეს კი თავში აუვარდეს. და წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება რომ ადამიანი გრძნობდეს, რომ გონიერია, თავისუფალია. რასაც უნდა იმას აკეთებს და ეს თავში ავარდნილი არ გქონდეს. თან თუ ამ გონიერებას და თავისუფლებას და მის ძლიერნების ყოფას კეთილი ნაყოფები გამოვა და თუ ეს ნაყოფები კეთილშობილურია, დასაფასებელია, პატივსაცემია, ღვთისათვის მოსაწონი არის ალბათ, რატომაც არა თუ სიკეთებს აკეთებს. როგორ შეიძლება რომ ადამიანს ეს თავში არ აუვარდეს? ვერც ერთი ადამიანი ამ საცდურს ვერ უძლებს. ვერც ერთი ადამიანი ვერ უძლებს ამ საცდურს. თვით დიდი პავლე მოციქულიც კი იმიტომ რომ თვითონ ამბობს, რომ იმდანაც დიდი ძალა მომცა ღმერთმა, რომ ამ პარტავნებაში ვარ ჩავარდნილიყავი, მომცა ის სატანჯველი, რომელიც მთელი ცხოვრება მას ტანჯავდა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ კარგად, რომ სულიერი ცხოვრება არ არსებობს. საერთოდ ადამიანის ცხოვრება რადგან ყველა ადამიანი გონიერ და თავისუფალია. ქრისტიანის გონიერ და თავისუფალია, ოღონდ ეს გონიერება და თავისუფლება ნამდვილ წარმატებას მოახმარა. განკაცებული ძაღმერთი შეიცნო და მის რდგულებას ცდილობს. მარადისობაში იყურება. ის არა მარტო ცხოვრობს აწ, არამედ უკუნისამდე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ცხოვრობს. ის უკვე ცხოვრობს, როგორც მარადიული არსება. შესაბამისად, დიდი შესაძლებლობაა, რომ ჩვენ ყველას თავში ავარდნილი გქონდეს. ამიტომ არც ერთი ადამიანის ცხოვრება არ არსებობს განსასწრების გარეშე, რომელიც გვამდაბლებენ, რომელიც გვაფხიზლებენ, გვაბრუნებენ რეალობაში, რომ კი მართალია გონიერი და თავისუფალნი ვართ და პოტენციაში ღვთისშვილნი, მაგრამ ამავე დროს ქმნილებანი ვართ და ამ ეტაპზე, სანამ გარდავსახლდებით მარადისობაში, მოწყვლადნი ვართ ამ სამყაროში, იმიტომ რომ ამ სამყაროს სტიქიების და სხვადასხვა კანონების ზემოქმედების ქვეშ ვართ და ვიმყოფები. ჩვენ ვკითხულობდით ისააკ ასურის სიტყვებს და ბოლოს პერიოდში, რასაც ვკითხულობ, სწორედ ადამიანის განსასწრებს ეხება, ქრისტიანის განსასწრებს, რომელიც მას ახლავს. და აი დღესაც 35 სიტყვიდან ერთ მუხლს მოგიკითხავთ, რომელიც ეხება სწორედ განსასწრებს. წმინდა ისააკ ასური ასე ამბობს: ღმერთი არც თუ იშვიათად უშვებს, რომ სათნოთ მცხოვრები გამოიცადოს ხორციელი განსასწრებით. სათნოთ მცხოვრები, ანუ ადამიანი რო ერთგულებს ქრისტეს, მისი ეს ერთგულება გამოიცადოს. გამოიცადოს რამდენად უანგაროთ ერთგულებს. ეგება იმიტომ ერთგულებს, რომ ყველაფერი კარგად აქვს ამ სოფელში. და ის რომ რამდენად ამ ერთგულებაში
ანუ სათნო ცხოვრებაში ის მთავარს რამდენად აკეთებს. რამდენად და მთავარი ის არის თავდაბლობა. თუ თავდაბლობა ქრისტეს დარი თავდაბლობა და ქრისტეს დარის სიმშვიდე ისწავლეთ ჩემგან მშვიდ ვარ და მდაბალ გულით. მშვიდი არის აუღელვებელი, იმიტომ რომ და რა თქმა უნდა მშვიდი აუღელვებელი ნიშნავს ეს აუღელვება რაღაც ფსიქოსომატური მდგომარეობა კი არ არის, ეს არის მისი უკვე არსი ხდება, მისი შინაგანი მდგომარეობა ხდება, რომელიც მარადისობასთან წილნაყარია, იმიტომ რომ იგი სრულად არანაწილობრივ, არამედ სრულად ენდობა ღმერთს. სრულად ენდობა ღმერთს და ეხლა ყოვლის შემძლე არსებას რო სრულად ენდობი მშვიდი იქნები, აბა რა. სიკვდილშიც კი მშვიდი იქნები. ნებისმიერ განსასწრებში მშვიდი იქნები. და თავდაბლობა, რომელიც ასევე ქრისტეს თვისება, რომელიც ღვთის ნებისადმი აბსოლუტურ მორჩილებას გულისხმობს, რომელშიც თავისუფლებაში რეალიზდები, შენი თავისუფლება სწორედ ღვთის ნებისადმი მორჩილებაში რეალიზდება, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია და ბევრს საუბრობთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამის გაგება ლოგიკურად ადამიანს უჭირს და თავდაბალი ადამიანი ხდება შემძლებელი, რომ უყვარდეს, იმიტომ რომ ეგოის სიყვარული არ შეუძლია. თავდაბალს სწორედაც თუ თავდაბალს სიყვარული შეუძლია. ხოლო სიყვარულით კი რა თქმა უნდა მართლაც ქრისტეს ვემსგავსებით. ეს არის უმნიშვნელოვანესი პირობა, რომ ჩვენ ცხონდეთ, იმიტომ რომ ჩვენ რო გარდავიცვლებით და ღვთის წინაშე წარვსდგებით, თუ არ ვიქნებით ისეთები, როგორც ქრისტეა, ეს ნიშნავს, რომ უკვე ვეღარ ცხონდები. ანუ გარდაცვალების ჟამს უკვე ისეთი უნდა იყო, როგორც ქრისტეა. ამას იოანე მოციქული გვასწავლის. უნდა გამოიცადოს სათნო ცხოვრები ხორციელი განსასწელებით, რომელიც ყოველი მხრიდან ესხმიან თავს. ხო, ყოველი მხრიდან. რატო ყოველი მხრიდან ესხმიან თავს რას ნიშნავს? იმიტომ რომ ამ განსასწელების უკან ყოველთვის ცოცხალი არსება დგას. იცით ვინ არის ის? რამე თუ შეუძლებელია, ნახეთ როგორ ამბობს ისააკასური, შეუძლებელია სიმართლის გზით და სიყვარულით ვიდოდეთ და არ შეგვხვდეს მწუხარება, ავადმყოფობა, სხვადასხვა სატანჯველი. ეხლა შეიძლება ადამიანი უცებ დაიძრგუნოს, რომ აი მე ჩემთვის უთქვიათ, რომ რაღაცა სულიერი ცხოვრების მეშინია, ლოცვის მეშინია, უფლის ერთგულების მეშინია, რომ განსასწრელი არ მოვიდეს. აქ ადამიანის შეცდომა იცით რაშია, რომ განსასწრელი მაინც მოვა. და უმთავრესი განსასწრელი ის არის, რომ ადამიანი ცხოვრობს სრულ ნიჰილიზმში, უმიზნოდ იმყოფება. და ბოლოს და ბოლოს, როცა დადგება, თუ ეშმაკი მაინდა-მაინც არ გაწუხებს, ბოლოს და ბოლოს, როცა დადგება შენი გარდაცვალების პერიოდი, კატასტროფის წინაშე აღმოჩნდები და ეს აუცილებლად დადგება. და ზოგადად არც ერთი ადამიანი არ არის განსასწრელის და ტკივილის გარეშე. და სიკვდილის გარეშე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკუთარი თუ ახლობლის სიკვდილის გარეშე არავინ არასოდეს არ იქნება. ხო ხვდებით? ეს ყველას გასავლელია, ყველას გასავლელი ტკივილია, ყველას. და ამიტომ მორწმუნე ადამიანი როგორც წესი ყოველთვის მტკიცედ ხვდება გარდაცვალებას საკუთარს თუ ახლობლის. იმიტომ რომ მან იცის, რომ ღმერთს მარადილ სიცოცხლეში შევყავართ. როცა ადამიანი კიდევ სულიერად ცხოვრობს, მას კიდევ ემატება ეს ეშმაკის მიერ დაგებული მახეები. რამე თუ უფლის გზები საუკუნიდან მოყოლებული და თაობებიდან თაობებში გაგრძელებული ჯვარსახოვანია, ყველა ჯვარსახოვან გზას გავდივართ. რომელიც ჩვენთან რჩება, უფალს არ უთქვია გამომყევი მე შენი ჯვრის გარეშე, აიღე ჯვარი შენი და გამომყევი. ეს არასოდეს უნდა დავივიწყო. ამიტომ ადამიანები ხშირად თავის ჯვარსახოვან გზას გაურბიან ხოლმე ადგილის გამოცვლით. ხანდახან ამართლებს ადგილის გამოცვლა, ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ მე განზოგადებულად უყურებ ამ პრობლემას, ზოგადად რო ვიცოდეთ. ზოგადად ადგილის გამოცვლით საკუთარ დაცემულ ბუნებას, ეშმაკს, რომელიც შენ გებრძვის, საკუთარ ცოდვებს და იმ გზას, რომელიც შენ ღვთისგანგებულებით უნდა გაიარო, იმას ვერსად ვერ აცდები მაინც, რაც არ უნდა გამოიცვალო საცხოვრებელი ადგილი და სადაც არ უნდა წახვიდე. სულიერი ცხოვრება საუკუნიდან მოყოლებული და თაობებიდან თაობებში გაგზელებული ჯვარსახოვანია, ყოველდღიური ჯვრის ტვირთვაა. და ასე დროს ადამიანი მეომრად ყალიბდება და მისი ცხოვრება ცეცხლოვანია. აქ იგულისხმება, რომ როცა განსასწრელი მოდი ქრისტიანი კი არის დრგუნება, არამედ მეომრულ თვისებებს იძენს. აი როგორც პავლე მოციქული თავის სულიერ შურს ეუბნება, იომე კეთილი ომით. კეთილი, ანუ ღვთის სათნოთი ომი.
მაგრამ თუ ადამიანი ომზე უარს იტყვის, ჯვარსახოვან გზაზე უარს იტყვის, შინაგან კომპრომისზე წავა ეშმაკთან და აირიდებს სხვადასხვა განსასწრებელებს, ანუ დაუზავდება ბოროტებას, მაშინ ის თუნდაც რელიგიურ ცხოვრებაში დარჩეს, ის იქნება ნელთბილი, იმიტომ რომ ომზე უარი თქვა. რამე თუ ნელთბილად მაცხოვრებელი, ნელთბილად ვერავინავა ზეცაში, უფალიც ამბობს, გახსოვთ, ხო? ნელთბილი ხარ, ჩემი პირიდან ამბო განთხევ. უფალს არ უყვარს ნელთბილი ადამიანი. და ნელთბილობა შესაძლებელია, მაშინაც კი, როცა ადამიანი არ ცოდავს. აი, არაფერს არ აშავებს. და თან მე ამ ადრეს გითხარით, ადამიანი ცხოვრობს რელიგიური ცხოვრებით, ზნეობრივი ცხოვრებით, კარგი მოქალაქეობით, არაფერს არ აშავებს, არავის არაფერს არ უშავებს, მძიმე ცოდვებს არ ჩადის, რამე განსაკუთრებულ ცოდვებს არ ჩადის, ლოცულობს, ეზიარება და ასე შემდეგ. მაგრამ შეიძლება მისი ცხოვრება აი ამ ყველაფერთან ერთად იყოს ჭაობი. სადაც წყალი დგას და არსად არ მიედინება. ჭაობი. არაფერი არ ხდება. ყოველ დღე ერთ და იგივე რაღაცა. და აი ესეთი აი გარეგანი რუტინული ცხოვრება. მოვა ტაძარში, დადგება წირვაზე, პირს გააღებს, ეზიარება, აი არაფრით გამორჩეული, ცეცხლი არ არის. გესმის, ცეცხლი არ არის. ეს სტაბილურობა, რომელიც ნიშანია, რომ ადამიანის ცხოვრებაში არ არის სიცოცხლე, არაფერს არ აშავებს. არაფერს. მაგრამ სტაბილური რომ არის, ამით ექმნება ილუზია, რომ ქრისტიანია და ხშირად აი საათის მაგალითი მოყვავს ხოლმე, საათი სინქრონულად და გენიალურად მუშაობს. სიკეთესაც აკეთებს, დროს გვიჩვენებს, მაგრამ ის არ არის ცოცხალი. მკვდარია საათი, გესმით რა შეასაკო. უფლის გზაც ამით შეიცნობა, სწორედ რომ ღვთისგანგებულებით ჭეშმარიტ მოღვაწეს მუდამ ეგზავნება მწუხარება და განსასწრებელი, ანუ სულ ომშია, იმიტომ რომ კომპრომისი არ მიდის ბოროტთან. შიგნით. და ამიტომაც ისიც არ ასვენებს. უნდა რომ როგორმე გაამწაროს. ესეც უკან არიხებს. და თუ რაღაცა ისეთი პერიოდი დგება, როდესაც რამე განსაკუთრებული გარედან პრობლემები და თავდასხმები ეშმაკისგან არ არის, ადამიანი მაინც იბრძვის ღვთის ძიებაში. მარტო ისიქასური პრაქტიკა რა დღის, როცა სივნელეში ჯდები და დიდხანს ცდილობ გონებით გულში ქრისტეს მოძიებას. ეს ხო ძალიან რთული. მარხვა და ასე შემდეგ გვაწლის სიკეთის კეთება, მუდამ აიძულებს საკუთარ თავს, არ ასვენებს საკუთარ თავს ადამიანი. და თავისი ასეთი ღვაწლით ამოწმებს, რატო წვალობ, კაცო, დაიწადი, დაიძინე რა, როდემდე შეიძლება ესე იღვაწო და ასე შემდეგ, ცოტა მოისვენე, ცოტა აი ამ ღვაწლით ის ამოწმებს ადამიანი ასე დროს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და იესო ქრისტე არის სამოთხე, იესო ქრისტე არის ჩვენი ცხოვრების საზრისი, იესო ქრისტე არის ჩვენი ცხოვრების მიზანი და ჩვენ მისკენ მივისწრაფით, დაუღალავად, მუდამ მას ვეძებთ, მუდამ მას ველოდებით. და მხოლოდ ის გვაინტერესებს. და ვწუხვართ, რომ არა გვაქვს ის ერთობა, რომელიც უნდა გქონდეს. ვწუხვართ, ვგლოვარებთ, რომ არა გვაქვს ის ერთობა, რომელიც უნდა გქონდეს. ჩვენ ის ერთობაც არა გვაქვს მასთან, რომელიც ჩვენვე გამოგვიწყდია. ჩვენ ხო ყველას გამოგვიწყდია რაღაც ერთობა ღმერთთან. ღმერთის გულზე შეხება, რომელსაც მოუტანია ჭეშმარიტი სინანულის ცრემლი, რომელმაც განგვაცდებინა ნამდვილი სიხარული, მარადისობა, გესვის შინაგანი სისავსე, ბედნიერების განცდა, ხო გქონია ეს და მერე მინავლებულა. ანუ არათუ რაც უნდა გქონდეს ის არა გვაქვს. არამედ რაც უკვე გქონია ისიც აღარა გვაქვს. და ჩვენ ამას არ ვეგუებით და სულ ვიბრძვით, რომ დავიბრუნოთ და კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ და კიდევ უფრო მეტი მივიღოთ. ამიტომ ადამიანი ვერ გაჩერდება. ჭეშმარიტი ქრისტიანი ასე ვერ დაასტაბილურებს თავის ცხოვრებას, ჭაობად ვერ გადაიქცევა. და სწორედ ადამიანს ღმერთიც ეხმარება ამ კუთხით და განსასწრებს უგზავნის მით და მწუხარებას მით უმეტეს თუ ის თავის თავად თვითონ არ უქმნის თავის თავს განსასწრებს ღვაწლის სახით, მერე ღმერთი ეხმარება. ამ როგორც კი უფალი შეატყობს, რომ ქრისტიანი გულგრილი ხდება და ჭაობისკენ მიდის, ანუ სტაბილურობის, ცოდვისკენ კი არა, როგორც ასეთი.
ანუ დანაშაულისკენ კი არა, უბრალოდ სტაბილურობისკენ მიდის, იმ წამსვე უგზავნის განსასწრელს, რომ ცოტა გაცოცხლდეს. გესმით? ამიტომ თუ შენ გინდა რომ განსასწრელი არ მოვიდეს, შენ თვითონ უნდა მოუწყო შენ თავს განსასწრელი, არ მოასვენო საკუთარი თავი. და როგორც ფსალმუნებშია, რომ არც თვალს დავხუჭავ, არც სარეცელზე დავწვევი, სანამ არ ვიპოვი ადგილს, სადაც ღმერთს შევხვდები. სანამ ღმერთს არ შევხვდები. არ მოვასვენებ საკუთარ თავს, სანამ ქრისტეს არ ვიპოვი ჩემს გულში, სანამ მასთან ურთიერთობა არ მექნებ. მაგრამ ღვთის მოშიშ სულს არაფრის ეშინია, რაც მას ხორციელად ავნებს, რადგან ღმერთს სასოებს აწ და უკონისამდე. ამინ. უფალი თავის წმინდანებთან სიახლოვისა და მათთვის დახმარების გაწევის ჟამსაც კი განსაკუთრებული საჭიროების გარშე არ ავლენს თავის ძალმოსილებას. ეს ნახეთ რა საინტერესო რამეს ამბობს. თავის წმინდანებთან სიახლოვისა და მათთვის დახმარების გაწევის ჟამსაც კი, როცა უფალი გვეხმარება თან წმინდანს, ანუ იმას, ვინც მისი ნების აღსრულებელია და როცა ეხმარება თავის წმინდანს, განსაკუთრებული საჭიროება თუ არ არის, არ ავლენს ღმერთი თავის ძალმოსილებას, გრძნობად ნიშანს, რომ ხილულად შეიგრძნოს ადამიანმა, რომ ღმერთი მასთან არის. რათა გაწეული დახმარება უსარგებლო და რაიმე ცუდის მიზეზი არ გახდეს. ადამიანი არ მოეშვას, არ მოდუნდეს, თავში არ აუვარდეს. პავლე მოციქულს, რომელსაც ეს ხილული ნიშანი ღმერთის მასთან ყოფობისა ძალიან ხშირად ჰქონდა, სწორედ ეს განსასწრელი ჰქონდა, მუდმივი ავადმყოფობა, სწორედ თავში არ ავარდნოდა, რომ არ გავამპარტამდე, ამიტომ მუდამ ჰქონდა მას პავლე მოციქულს აი ეს განსასწრელი, იმიტომ რომ მასთან ღმერთი ძალიან ხშირად იყო აი ესე გრძნობადად, ხილულად. ამიტომ ეს ყველას არ შეუძლია. და ამას იქს თავის წმინდანებზე მზრუნველობის გამო უფალი, რომ ასე ხილულად არ ავლენს თავის თავს. რითაც აჩვენებს, რომ წამითაც არ წყვეტს მათზე საიდუმლო მზრუნველობას და ყოველთვის აძლევს მათ შესაძლებლობას მათივე ძალების შესაბამისად ღვაწლში და ლოცვაში საკუთარი თავის წარმოჩენისა. ანუ ის რომ ხილულად ღმერთი შენთან არის, გვეუბნება ისააკასური. შენ თუ ქრისტიანი ხარ, მაგრამ მას ხილულად რო ვერ გძნობ და რო ვერ განიცდ იგივე ლოცვის დროს და ასე შემდეგ, ან ზიარების დროს, ან ღვაწლის დროს, ან თითქოს გძნობ, რომ მიტოვებული ხარ ამ სამხაროში, მარტო ხარ, ამას აკეთებს იმიტომ, რომ ამით გეხმარება, რომ შენ მეტად მოტივირებული გახდე ღვაწლისთვის, მეტად მოტივირებული იყო ლოცვაში. გესმის? იმიტომ რომ იცი რომ ღმერთის გარეშე დაიღუპები და მას ხელს ვერ კიდებ და ამიტომ უფრო მეტად და მეტად აქტიურობ, უფრო მეტად და მეტად სიღრმეს აძლევ შენ სიტყვას შემიწყალეს, რომ მეტად და მეტად გჭირდება, იმიტომ რომ მის დახმარებას ვერ გძნობ. ასე გვეხმარება უფალი. ამას ამბობს ისააკასური და ეს ასეც არის, რა თქმა უნდა. ხოლო სადაც მოღვაწე საქმის სირთულის გამო იძლევა, ანუ მისი დაძლევა ხდება, სადაც დაიძლევა, ანუ წაქცევისკენ მიდის, დამარცხებისკენ მიდის, როცა რთულადაა საქმე, სადაც საღვთო საქმის აღსრულებისთვის ბუნებითი ძალები აღარ კმარა, თავად ერთვება ღმერთი თავისი ყოვლა ძლიერებით, რითაც შესაბამის დახმარებას უწევს მოღვაწეს. ხშირად ყოფილა ხოლმე, გაიხსენეთ თქვენ ცხოვრებაშიც, როცა უკვე აი სულ ზღაფავ და უცებ მოულოდნელად ღმერთი რო ერევა შენ ცხოვრებაში, ან ყოფით ცხოვრებაში, ან მისტიკურად საიდუმლოებრივად განგაცდეინებს, რომ შენთან არის და ისეთ გამოცდილებას გაძლევს, რაც ადრე არ ქონია, ყველას აქვს ეს გამოცდილი. ის გვეხმარება, რომ საიდუმლოებრივად გაგვაძლიეროს და მწუხარებაში განგვამტკიცოს. სწორედ მწუხარებაში უნდა მოუხმოთ ღვთის შემწეობას. ამ დროს, როცა მწუხარებაში ვართ, ჩვენ მერე ვიწყებთ მოხმობას, უფალო შემიწყალე. ვიღუპები, აღარ შემილია მეტი უკვე, ჩემი რესურსი ამოწურულია. ხოლო უმიზეზოდ ამის გაკეთება, თუ ესე იგი არ გვაწუხებს არაფერი და უმიზეზოდ ღმერთს თხოვ, აბა დამეხმარე, ნახეთ, აი რაღაც განსაკუთრებულ ჩიხურ სიტუაციაში არა ვარ, ჯერ ჩემი რესურსი არ მომიწურია, მე შემილია ჩემი ნებისყოფის ძალით ჯერ კიდევ ვაკეთოს ღვთის სათნო საქმე, მაგრამ მოდი რა დამეხმარე, მოდი რა ნიშანი მომეცი, რომ ჩემთან ნახარ და ასე შემდეგ. ასეთი რამე არ შეიძლება, რადგან ეს გვაგდებს უფლის გამოცდის ცოდვაში, არა განცადო უფალი ღმერთი შენ. ხო გახსოვთ ეს მცნება? არა განცადო უფალი ღმერთი შენ.
რა ძალზე საშიშია ის აკასური ამბობს. ამგვარად მოქმედი არაა მართალი, ღვთის ნება კი ასეთია, ვისშიც მკვიდრობს ღმერთის სული, არ მიაჩვიოს სიზარმაცეს, პირიქით სული ღვთისა მოტივირებულს ხდის ადამიანს, რათა მან არა განსვენება ეძებოს, ანუ კომფორტი სულიერ ცხოვრებაში, არამედ იმოღვაწეოს. არა განსვენება, არამედ იმოღვაწეოს. ადამიანი ამას რო არაკეთებს, გადადის ან გულგრილობაში, აპათიაში და ან წუწუნის რეჟიმში. სულ წუწუნებს მე ადამიანი. აი არ შემილია და აი ვერ ვაკეთებ და აი არ გამომდის. სულ ასეთ დღეშია მე ადამიანი. ასეთებს სული წმინდა განსაცდელებით განამტკიცებს და ისინი სიბრძნისკენ წარემართებიან. მაგრამ ესეც შესაძლებლობაა, როცა შენი ნებისყოფის შენი ნებელობა როცა მოდუნებულია და შენი რწმენის შესაბამისად რომ არ ცხოვრობ და არ ერდგულებ და მე ღმერთი რომ განსასწრელს აღარ გაკლებს და პერმანენტულად განსასწრელები დაუსრულებლად და მე ხშირად მithქვავს რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს არის ადამიანის ან სასიკვდილო ხორციელი ან ამპარტავნება რომლებსაც ადამიანი ხელს არ უშვებს და ეს განსასწრელები პერმანენტულად მოდის, იმიტომ რომ გამოაფხიზლოს ადამიანი და ზოგ შემთხვევაში ხდება ის რომ ადამიანი მაინც არ ფხიზდება, ანუ ადამიანის ნებისყოფა არ ამოქმედდება, აი ადამიანს გული რომ გაუჩერდება და ყველა მეთოდს რომ იმართავენ ელექტროშოკს და მე ადრენალინის ნემს და ასე შემდეგ, მაინც რო გული არ ამუშავდება, რაღაც ამგვარი რაღაც ემართება ადამიანს, იმიტომ რომ შენი ნებელობა გულის ცემასავით უნდა იყოს, ის უნდა ამუშავდეს, თორე თუ შენი ნებისყოფა არ გაცოცხლდა, შენი გონიერება და შენი თავისუფლება ყველაფერი წყალში იქნება ჩაყრილი. შენი გონიერება თავისუფლებაში რეალიზდება შენი ნებელობით, რომელიც უნდა ღვთის ნებას დაუქვემდებარო. და თუ ამას არ გააკეთებ, შენ გონიერებას და თავისუფლებას როგორც ღვთისაგან მოძებულა უძვირფასეს ტალანტებს მიწაში ჩაფლი. ღვთის სულის ნებაა, რომ ისინი ვინც უყვარს შრომასა და ღვაწლში მკვიდრობდნენ. ღმერთს უნდას, რომ ჩვენ ვიშრობოთ. ვინც განსვენებაში ყოფობს, მათში არა ღვთის სული, არამედ ეშმაკის სული მკვიდრობს. ნახეთ, ვისაც უნდა რომ სულიერ ცხოვრებაში კომფორტი გქონდეს, მასში ეშმაკის სული მკვიდრობს. ესე ამბობს ის აკასო. ერთი ღვთისმოყვარე მოღვაწე ამბობდა, ვფიცავ რომ ყოველდღე ვკვდები, იოსების ხასი ამბობდა, რომ ყოველ დღეს თავიდან ვიწყებ. ის კიდე ყოველდღე ვკვდები ქრისტესთვის, რა თქმა უნდა. სწორედ იმით განირჩევიან ღვთისშვილები სხვათაგან, რომ ტანჯვით ცხოვრობენ, მაშინ როდესაც ეს სოფელი მხიარულებასა და სიამოვნებაში ჩაძირული გიებს. მთელი სამყარო ესეა მოწყობილი, რომ თუ ამ ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა მატერიალური, მთელი თავის ცხოვრება სიამოვნებაში გალიოს. სიამოვნებაში. და მე მოდის ის, რაც მოდის, სიბერე, ავადმყოფობა, სიკვდილი და საშინელი ღვთის წინაშე წარსდგომა, რომელიც ჩვენთვის იქნება სამსჯავრო საშინელი. მაგრამ ჩვენ აქ იმიტომ ვართ, თუ ეს ასე არ მოხდეს. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ პირიქით ღვთის წინაშე წარსდგომა ჩვენთვის იყოს არა საშინელი, არამედ ყველაზე საწადელი რამ, ყველაზე სანუკვარი, ყველაზე სანატრელი, რომლისაკენაც მთელი ჩვენი არსებით უნდა მივისწრაფოდეთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.